პასუხისმგებელი ვინ არის? რუსული პანიკა დათესეს ქალაქში რა, ყველა ვინც უყურა, აი ამ არხმა. რუსული პანიკა არ უყვართ საქართველოს. დამოვიდნენ რა. ნამდვილად არ უყვართ საქართველოს. სერიოზული პრობლემა. არ არის ესე რა, სულთან როზიან და ლამაზად საუბრობენ. თვითონ აი საზოგადოება არის, თვითონ ის ხალხი ვინც შრომობს და ვინც ამ ტალახში და წვიმაში დასულილია რა. აი ეს კრიმინალები, ვინც ეს გადაცემა მოაწყო, ხო, უნდა გაწავინեն ამ არხიდან და საერთოდ ამ არხში რაღაც უნდა მოხდეს სხვა რამე. აღარ შეიძლება ამდენი დაცინვა ხალხის. არ შეიძლება ესე თემებზე კილიკი. გადადგეს ესე დროს არხის ხელმძღვანელი რომ გადადგეს. საშინელება იყო იმათვის, ვინც შემდგომ გადართა. აბსოლუტურად სრული შოკი. მთელი უბანი გარეთ. მე არ ვიცი, 0-2 არ პასუხობს, 0-13 დარბის სასტრაფოები, იმიტომ რომ არიან ოჯახები, სადაც ბავშვებს ვერ ვასულიერებ. გადაცემის ის ნაწილი, რომელიც ნახეთ ბატონო, ეს იყო ადამიანებზე საშინელი ზემოქმედება. ეს გამომდინარე იქიდან, რაც შემდგომ გამოაცხადეს, რომ თურმე ეს ყველაფერი იყო მომავლის რაღაც იმიტირება. ეს არის ფაქტობრივად კრიმინალური ზემოქმედება მოსახლეობაზე. მე ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ სარჩელი უნდა აღიზრდეს. საინტერესოა ამ არხს არ აკავს ხელმძღვანელობა? მთელი საქართველო პანიკაშია და განსაკუთრებით გორის რაიონი და რომ არ შეეშინდეს ხალხს და რა სიმართლე, ამიტომ ეს ჯერ უნდა დაიხუროს ნამდვილად. იმიტომ რომ ჯერ გაეფრთხილებინათ ხალხი და მე ჩვენ აქ არ მოვიდოდეთ ასე გაგიჟებული.